თუ სიტყვა არ შეიცავს A-ასოს, მაშინ ეს სიტყვა არ შეიცავს E და U ასოებიდან ერთს მაინცო. ნუ ჩამოთვლილთაგან რომელიც სიტყვა ადასტურებს, რომ მოცემული წინადადება მცდარი ახლა, რომელიც გამოდგება ამის დასასაბუთებლადო. ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირობითი წინადადება, პირობითი წინადადების მცდარობისათვის ჩვენ ვიცით, რომ პირველი ნაწილი უნდა დაკმაყოფილდეს და მეორე არა. ესე იგი, ვეძებთ სიტყვას, რომელიც არ შეიცავს თუ არა არ შეიცავს ას, მაშინ არ შეიცავს E და U ასოებიდან ერთს მაინც, მაშინ არა E ან არა U. მოდი გავიაზროთ ახლა კარგად რას გვეუბნება ეს წინადადება, ნახე? ეს სიტყვა არ შეიცავს E და U ასოებიდან ერთს მაინცო. ეს სიტყვა არ შეიცავს E და U ასოებიდან ერთს მაინც. ესე იგი, თუ კი ვიპოვით პასუხს, რომელიც შეიცავს ამ ორივე სიტყვას, ორივე ასოს, ესე იგი, თუ გვექნება E და U ორივე, მაშინ მოცემული შედეგი დაირღვევა. ჩვენ ხო შედეგის დარღვევა გვინდა. ვეძებთ ესე იგი სიტყვას, რომელიც A-ს არ შეიცავს, E და U-ს შეიცავს. ზეთის ხილი S და U-ს არ შეიცავს, საუნივერსიტეტო A-ს შეიცავს, სიძულვილი S არ შეიცავს, ერუდირებული S და U-ს ორივეს შეიცავს, A არ გვაქვს და კარგი სიტყვა, კარგი პასუხია. იასამანი A-ს შეიცავს და არ გამოგვადგება, ხო? ესე იგი სიტყვა, რომელიც არ შეიცავს A-ს, ერუდირებული ამას აკმაყოფილებს, ეს სიტყვა არ შეიცავს E და U ასოებიდან ერთს მაინც და D პასუხი ერუდირებული ორივეს შეიცავს, ანუ დაირღვა ერთი აკავშირის მქონე წინადადება გადაკეთდა დაკავშირით და ორივე ნაწილი მოგვცა, E-ს და U-ს. ამიტომ D პასუხი გამოაქვს სწორი.